ქარმის და ქალებს და პარაგობ და პაპატურებ ხელებს შემიყვარს ფრაზები გალონუ ბრაზები დღეს რუინაზები და ნუ იზეთები ნეტები სუფრასთან დაიტყვის სიტყვას მოდი ბიჭებო ამ ჭიქით ქალებს მაცულამაზეს და ლამაზ თვალებს მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსაუნის გადაცემა გრძელდება და გრძელდება, რასაკვირველია და არაჩვეულებრივი ფესტივალის, რომელსაც ქვია მუსიკა ბათუმიდან, ფარგლებში, ყავს სტუმარი დათა კაციძე, ჯგუფი ნუ მიეღრმობით. გავიჯობა. მოგესალმებით. როგორც ვატყობ, მაინც მიყრმობილი ხართ მიუხედავად იმისა, რომ ესე გვიწევს. როგორი განწყობა ეხლა ჩამოხვედით? კი. სხვა ფესტივალიდან ჩამოვედი. სხვა ფესტივალიდან. ბაღდათიდან ჩამოვედი, ჯანდაო ფესტივალიდან. მოკლედ ფესტივალიდან ფესტივალიდან. პატარა ტურნესავით გამოვიდა. კი ბატონო, როგორ ჩაიარა მოდი ჯერ. ჩვენი რო სხვათა შორის არ ველოდი რომ ესე კარგად დაუბრალდეთ, იმიტომ რომ ასეთი თვიანი პაუზა ჰქონდა რეპეტიციების, მაგრამ რო დავიწყეთ კარგად წაიღო მოკლედ. დღესაც მე მგონი კაი სისხლია. დღესაც ძალიან კარგი იქნება. გახურებულები ჩამოვიდით მაგედან მოკლედ. კი ბატონო, შვენიერი. ჯგუფის თაობაზე რო გითხრათ, როდის დაიწყო, როდის შეიქმნა, რატომ შეიქმნა და ჯგუფი. ჩვენ უკვე ცოტა დავგვიწყეთ. რატომ უნდა მოусმინოთ თქვენს სიმღერას? აი, უკვე ჩვენელზეა დამოკიდებული, მაგრამ 2019 წელს შეიქმნა, 6 წლის წინ. ვიყავით, დავარსეთ მე და ბაქარ გუჯაჟიანმა. ბაქარი აღარ არის ჩვენი დრამერი, ადრე იყო. ბაქარი აღარ არის ჩვენი ძმაკაცი? ჩვენი ძმაკაცი არის, დრამერი აღარა, ჩვენი პირველი დრამერი იყო, მისი მოფრთხილებულია სახელიც, ნუ მოვიკითხოთ, შვენიერი საქმეს ჩაუყრია საფუძველი. და მოკლედ ვიყავით 14 წლის თინეიჯერები, დავიწყეთ რაღაცა თინეიჯერული როკის დაკვირით და ნუ ბოლოს რაღაცა შემოგვეზარდა ხელში და ვისწავლეთ ასე თუ ისე და პროგრამული უკვე და ნომადობას ასე თუ ისე გაიზარდა. რაღაცა პატარა მიღწევით გვაქვს ასე თუ ისე. რაღაც პატარა ფესტივალები ოფინერებს დავიწყოთ რაღაცა. შვენიერი ჩანაწერები? ჩანაწერები ძალიან ბევრი და Spotify-ზე. ხო რა. 6 წლიანი მოვაწევო, თქვენ შეგეძლიათ ნახოთ. ეხლა ამ მომენტში მუშაობთ რაღაცა პატარა სინგლებზე. მალე დაიდება სხვათა შორის გაჩუმდი ქვია ამ სიმღერას. არაჩვეულებრივი ამბავი. მიიღნობით გაჩუმდი. მიიღნობით გაჩუმდი, არის თქოთ? ძალიან ის არის ხო, აი, ყველაფერი გზავავს. კი ბატონო, პრინციპში ხო, მესმის რატომაც არის ეს. ძალიან სასიამოვნო ლაითი პროტესტია რა. კი. იმისი რომ არ ქნა, არ დადგე, გაჩუმდი. არის თქო და ასე შემდეგ. კი, ალბომებიც შესაძლოა. ალბომი სხვათა შორის ერთი გვაქვს, ის დავდივარ ქვია ჩვენ ალბომს. 2023 წელს გამოვშვით და მაგის მე ალბომი აღარ გამოვშვია, სინგლებს მუშაობდით ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცა შრომატევადი იყო ეს ალბომზე მუშაობა. მაგრამ ორი ძველი EP გვაქვს, პატარები. დიდად არ განსხვავდება, მაინც რაოდენობა 7 არის ალბომში და 6 არის EP-ში. ფაქტობრივად მაინც არა, ნაშრომი ძალიან ბევრი ხო. მაგრამ EP-ს როგორ ვაკეთებთ? აი სინგლებს ვკრებდით და მე ვდებით ერთიანად. რომელიმე ლეიბთან არის თანამშრომლობა თუ რაღაცა თან არ თანამშრომლობთ ამჟამად. თუ დაინტერესდება ნახოთ. ზადვართ თუ გინდათ თანამშრომლობთ ეგეც ამაგაც. შვენიერი იქნებ მივოსტინოთ ხმა. მივოსტინოთ ხმა და ვიღაც გამოჩნდეს. მოკლედ ესეთი ფესტივალი მეორე ალბომზე მინდა და მეთქვა ალბათ არიაროთ იქნება, იმიტომ რადგან პირველს ქვია რომ დავდივართ. აი ჩვენი ფესტივალი რომელიც ახლა მასპინძლობს და პრინციპში ჩვენ მონაწილეებიც ვართ რა, ესე გამოდის დღეს. და როგორი ჩანაფიქრები გაქვთ, რა შეთავაზებთ? ალბომიდან იქნება ეს თუ ახალი? კი ბატონო. ამ მომენტში ახლა ჩვენი კლასიკური სეტი გვაქვს, რომელსაც ძირითად შემთხვევაში ვუკრავთ ხოლმე. მაგრამ რამდენიმე სიმღერა გამოირჩევა, რომელიც უკვე ახალი არის შედარებით. მაგრამ ნუ აი ვცდილობთ ახლა რომ რეპერტუარი განვაახლოთ, აი რაღაც სიმღერებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და ბათუმში ზოგადად წელს არ ქონია კონცერტი შაშან ქონდა ერთ-ერთ ბარში ბათუმში სხვათა შორის საკონტ კარგად ჩაიარა და მსმენელი ყავს ასე თუ ისე ბათუმში და მოთხოვნაც იყო. კიდეში უბრალოდ ახლა ეს რაღაცა უფრო სპონტანურად დაორგანიზდა რაღაცა მალე დაიდო და რაღაცა კარგად არის ის შემოსულობა რა აქვთ, მაგრამ მაქსიმუმად შევეცადეთ რომ ხმა მიგვეწინა და ნახოთ, იმედოვნებთ რომ მოვლენ ჩვენი. მიმდევრები. კი, ძალიან ფოლოვერები მოვლენ. საქმე იმაშია რომ ამ ფესტივალში მაინც მინდა რომ ხაზი გაუსვა და აღვნიშნო რომ ძალიან დიდი შრომა, ენერგია და ენთუზიაზმი არის ჩადებული და ეს არა მარტო კონკრეტულად კარგია რომ ბათუმიდან ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს მარტო ბათუმის ამბავი არ არის, ეს არის ძალიან დიდი გაზიარების საქმე, რომელშიც აი თქვენ მონაწილეობთ, თქვა სიტყვაზე და კიდე სხვა ბენდებიც ჩაერთვებიან. მადლობა მონაწილეობისთვის, იქაც
აქაც ზოგადად ყოფნისთვის წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებთ ყველას, ვისურვებთ და მოკლედ დროებით გემშვიდობები ძვირფასო ტელემაყურებლებო, წინ ბევრი სასიამოვნო ამბავი გელით, გველის და ასე რომ ვიყოთ კარგად. ნახვამდის. Martha